თუ თქვენ მოხვედით ქვეყნის სათავეში, აღმოაჩენთ, რომ ამით საქმე არ დასრულებულა. ეს არ ნიშნავს, რომ სამუდამოდ კარგად იქნებით დღეიდან. სამწუხაროდ ეგეთი ამბავი, რომ დემოკრატიაში ხართ, ალბათ ესე დაახლოებით 4-5 წელიწადში მოგიშორებს ხალხი. და თუ ავტორიტარულ სახელმწიფოში ხართ, მაშინ საერთოდ შეიძლება ხვალვე მოგკლან ელიტებმა და მოგიშორონ. მაგრამ არინერვიულად მე დღეს გასწავლით, როგორ გახდა დიქტატორი. პირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ თქვენი ძალაუფლებისთვის არსებობს 3 ძირითადი საფრთხე. პირველი არის საფრთხე საგარეო ფაქტორებისგან, მეორე არის ელიტებისგან და მესამე არის ხალხისგან. თუ გინდათ რომ წარმატებული დიქტატორი იყოთ, მაშინ სამივე ეს საფრთხე უნდა დააზღვიოთ. დავიწყოთ ხალხით. თუ ხალხს ეყვარებით, საქმე იქნება ბევრად უფრო მარტივი თქვენთვის. ამიტომაც გინდათ რაღაცა ლეგიტიმაციის წყარო. მაგალითად, ყველაზე კარგი ვარიანტი არის ეკონომიკური ზრდა. თუ თქვენი ქვეყანა ეკონომიკურად იზრდება და მდიდრდება, მაშინ ვერავინ თქვენ ვერ გეწუწუნებათ, იმიტომ რომ რა ვიცი, ცხოვრება უმჯობესდება და არაუშავს რომ დიქტატურა გვაქვს, ამას იტყვიან. თუ ეგ არ გამაგდით, რაიმე სხვა უნდა იპოვოთ. მაშინ მაგალითად რელიგია შეიძლება მიადგეთ, ნაციონალიზმსა რაიმე მსგავს. თუ ეგენიც ვერ მოახერხეთ, მაშინ შეიძლება ხალხს უმტკიცოთ, რომ თქვენ მშვიდობას ინარჩუნებთ. ეგ ვარიანტით მოსულ. მაგრამ თუ ვერ ახერხებთ, რომ ხალხს უყვარდეთ, არინერვიულად არის სხვა ვარიანტებიც. ახლა თქვენი მიზანი არის, რომ დაარწმუნოთ ყველა, რომ თქვენი ოპონენტები არიან ცუდები. ანუ ის კი არა, რომ თქვენ ხართ კარგი ტიპი და თქვენ უნდა მოგწონდეთ. არა, უბრალოდ სხვები არიან ცუდები. ანუ ყველა ერთი ოხერია. ეს ვარიანტი გინდათ რომ ხალხს ეგონოთ. ასევე აუცილებელია რომ ხალხი იყოს უიმედოდ. არ უნდა ეგონოს ვიღაცას, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი აქვს. თუმცა, აქ ერთი რაღაც გაითვალისწინეთ. სულ რომ ხალხი უიმედოდ იყოს, თუ დასაკარგი არაფერი აქვს, მაშინ მაინც გაგიწევენ წინააღმდეგობას. ამიტომაც ოქროს წესი. ეს დაიხსოვეთ აუცილებლად. ეკონომიკა არ უნდა ჩამოგეშალოთ. მაგ შემთხვევაში იქნებით ყველაზე დიდ შარში. იმიტომ რომ პირველი, ხალხი გარეთ გამოვა, იმიტომ რომ ისედაც შიმშილი გწვდებიან და აღარ ნერვულობენ არაფერზე და მეორე, თუ ეკონომიკა ჩამოგეშალათ, ვერ გადავხდით თქვენ ჯარს ფულს, ვერ გადავხდით ფულს პოლიციას, სუს და ასე შემდეგ. ამიტომაც ვერ შეაჩერებთ იმ ხალხს, რომელსაც სურს რომ რევოლუცია მოგიწყონ. ამიტომაც ეგ ვარიანტი გამორიცხეთ. და ასევე, რადგან ამას შევეხეთ, უნდა შეძღუდოთ ნებისმიერი მოწოდება საჯარო გამოსვლებისკენ, საზოგადოებრივი თავშეყრისკენ და ასე შემდეგ. ეს სოციალურ მედიაში უნდა ყველა ვარიანტში აკრძალოთ. არავის არ უნდა ქონდეს უფლება, რომ აქცია მოაწყოს და ამაზე აგიტაცია გააკეთოს. მაგრამ ის რომ უბრალოდ იწუწუნონ სოციალურ მედიაზე და თქვენ გააკრიტიკონ და თქვენ როგორი ცუდი არის ცხოვრება, ეგ მოსულა. მაგაში პრობლემა არ უნდა გქონდეთ საერთოდ. რამდენი მიზეზის გამო თან. პირველი, იმიტომ რომ ამით ადამიანები დაიცლებიან ემოციებისგან, რაღაც იწუწუნებენ სოციალურ მედიაზე და სხვა არაფერს თუ არ აკეთებენ, არაუშავს, მაგით თქვენ არ ზიანდებით და მეორე, ამით ინფორმაციას მიიღებთ თქვენ. ზოგადად, როცა დიქტატორი ხართ, რთულია რომ გაარკვიო რა არის სიმართლე. თქვენი მინისტრები გატყუებენ, თქვენი სახელმწიფო მედია იტყუება და ასე შემდეგ. ამიტომაც რომ გაარკვიო, ვინსად კარგად მუშაობს და ვინსად ცუდად, გააწყობთ რომ ხალხი სოციალურ მედიაში სიმართლეს იძახდეს. თუ გაარკვევთ რომ რაღაცა ერთ-ერთ რაიონში ყველაფერი ცუდად არის სოციალური მედიისგან, მაგას გამოიყენებთ, გააკეთებთ გუბერნატორს, არაკომპეტენტურ ტიპებს მოიშორებთ და თქვენ უკეთ იქნებით. უფრო დიდი შანსი გექნებათ, რომ ეკონომიკა არ ჩამოგეშალოთ და იდეალურ შემთხვევაში პირიქით გაიზარდოს. ზუსტად იმავე მიზეზით გაწყობთ, რომ არჩევნები ჩაატაროთ ხოლმე. თქვენ არჩევნებს გააყალბებთ აუცილებლად, არავის არ ექნება შანსი რომ მაგაში მოგიგოთ, მაგრამ სამაგიეროდ მიიღებთ ინფორმაციას. თუ აღმოაჩნდეთ, რომ თქვენი პარტია რაღაცა ადგილას ნაკლებ ხმას იღებს და რაღაცა ადგილას მეტ ხმას იღებს, მიხვდებით, რომ იმ რაღაც ადგილებში პრობლემები არსებობს. შეიძლება გააგდოთ მერე გუბერნატორი. თუ რაღაცა პრობლემური არის, ამას მოიშორებთ. ამაშიც არჩევნები თქვენ მაგრა გეხმარებათ. და თუ ამ ყოველფრის მიუხედავად ვიღაცაები აქციაზე მაინც გამოდიან, დააბრალეთ რომ არიან უცხოეთის აგენტები. ეს ძალიან გეხმარებათ და გახსოვდეთ რომ თქვენი მიზანი არ არის რომ ვიღაცას მოწონდეთ და რომ კაი ტიპი ეგონოთ, მიზანი არის რომ სხვები იყვნენ გასულები. თუ სხვები ზეთივე ცუდები არიან როგორც თქვენ, მაშინ არავინ არ მოიკლავს თავს თქვენს ჩანაცვლებაზე. თუ ესეც არ მუშაობს, მაშინ პრობლემა გვაქვს, მაგრამ არენერვულოთ, მთავარია რომ არანაირი მოქმედების ბერკეტი არ გქონდეს მოსახლეობას. რას გულისხმობ? თუ მოსახლეობა არის შეერაღებული, მაშინ ძალიან დიდ შარში იქნებით. შეერაღებული ხალხის მართვა ძალიან რთულია. ამიტომაც არანაირი ლეგალური იარაღი ან იარაღის წარების უფლება რაღაცა მსგავსი არ უნდა გქონდეს არავის. თუ მაგას შეზღუდავთ, მაშინ ბევრად მარტივი იქნება ხალხის კონტროლი. იმიტომ რომ წინააღმდეგობას ვერ გაგიწევენ უბრალოდ. მაგრამ თუ მაინც მოდის ხალხი თქვენ წინააღმდეგ, ერთი კარგი თავდაცვის მექანიზმი არის, რომ მთავარი სახელმწიფო სტრუქტურები იყოს ძალიან შორს დედაქალაქისგან. ან რომ მარტივად იქ ვერავინ ვერ მოვიდეს და ვერავინ რომ ტვინი გაგიბურღოთ. ეს ორ რამეს აკეთებს. პირველი რომ ისინი ნაკლები შანსი რომ მოვიდნენ და მეორე რომ რამე გაიქცევით. გასაკეთებია ყველა ვარიანტი გჭირდებათ. ამაზე არ უნდა ნერვულობდეთ, თუ ხალხი მოვა, ჩამოგახჭობენ. არა. უნდა მარტივად შეგეძლოთ წასვლა. როცა მოაგორებთ ხალხის თემას, ახლა უნდა გადავიდეთ უფრო რთულ საკითხზე. ეს არის ელიტები. აქ იგულისხმება რაღაც ძირითადი მინისტრები, გენერლები და ზოგადად გავლენიანი ადამიანები. აქ ის ყველაფერი, რაც ხალხზე მუშაობს, ვერ იმუშავებს. აქ პროპაგანდა საერთოდ არ არის მნიშვნელოვანი და ვერც იარაღს ვერ წაართმევთ. ამ ხალხს ბევრი ფული აქვს, გავლენიანი არიან და ასე შემდეგ. აქ სხვანაირი მეთოდები არის საჭირო. ელიტების შემთხვევაში თქვენ გინდათ, რომ ხართ გიჭერდეთ კრიტიკული მასა. ეს ყოველთვის ასე უნდა იყოს. ამის მისაღწევად კი რამდენიმე რაღაც არის საჭირო. პირველ რიგში უნდა შეამციროთ ძალიან
ძალიან გავლენიანი ადამიანების რაოდენობა და გაზარდოთ უბრალოდ ცოტათი გავლენიანი ადამიანების რაოდენობა. ანუ უნდა გახადოთ ნებისმიერი ელიტა ჩანაცვლებად. რას გულისხმობ? წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ჩანაცვლება არის შესაძლებელი თუ ესე 100-დან 5 კაცი ამას იტყვის. ამ შემთხვევაში მაგარ შარში ხართ. 100-დან 5 კაცი ალბათ მართლა მოიძებნება მარტივად, რომელიც ამას გააკეთებს. მაგრამ თუ 1000-დან 200 უნდა შეთანხმდეს, მაშინ უბრალოდ უფრო რთული ამბავი არის. ამიტომაც გაზარდეთ იმის რაოდენობა, ვინც შეიძლება რომ გამოიყენოთ რაღაცა თანამდებობაზე დანიშნვისთვის და შეამცირეთ პირიქით იმათი რაოდენობა, ვინც მართლა ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამას მიაღწევთ იმით, რომ ძალიან მაგრად განაწილებთ ძალაუფლებას თქვენ ქვეშევრდომებს შორის. არავის ზედმეტ ძალაუფლებას არ მისცემთ, თორე შეიძლება პრობლემა გახდეს ეგ ადამიანი. ასევე თქვენ უნდა გქონდეთ cash-ზე კონტროლი, არა მარტო ფულზე, არამედ cash-ზეც. რატომ? იმიტომ რომ ფული მაინც ცოტათი საშიში ამბავი არის. შეიძლება სანქციები დაგადონ ვიღაცამ და მე დაკარგოთ ყველაფერი ეს. ამიტომაც cash-ი გჭირდება და თუ შავი დღე დადგა, cash-ით მოიწყიდეთ ცვალიტებს, პოლიციას, ჯარს და ასე შემდეგ. ამიტომაც მაგაზე კონტროლს არასოდეს არ კარგავთ. ნებისმიერ ვარიანტს იყენებთ, რომ მეტი cash-ი მოიპოვოთ. მეტიც მარტო თქვენ უნდა იცოდეთ თუ ეს cash-ი სად არის და როგორ უნდა გამოიყენოს ვიღაცამ. იმიტომ რომ თუ სხვა ადამიანსაც შეუძლია რომ cash-ი იპოვოს, თქვენ ჩანაცვლებადი ხართ. მაგრამ თუ მხოლოდ თქვენ იცით ფული სად არის, ვერავინ ვერაფერს ვერ გიზავთ. ანალოგიურად, არც ერთი თქვენი ქვეშევრდომი არ უნდა გახდეს ზედმეტად ფულიანი. იმიტომ რომ თუ ზედმეტად ფულიანი გახდა, მაშინ ის არის ალტერნატივა. მასაც შეუძლია რომ ფული გადაუხადოს სხვა ელიტებს, მასაც შეუძლია რომ მოისყიდოს ვიღაცები პოლიციიდან, ჯარიდან და ასე შემდეგ. მაგას არ დაუშვებთ. თუ ვიღაც ზედმეტ ფულს აგროვებს, ეგრევე იშორებთ. ანალოგიურად, თუ ვიღაცა ძალიან პოპულარული ხდება, მაგალითად მინისტრი, მაგალითად გენერალი ან ვიღაცა მსგავსი, იშორებთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვათ, რომ შეიძლებადეს ვიღაცის გარშემო კონსოლიდაცია, თუნდაც ხალხის მიერ, თუნდაც სხვა ელიტების მიერ. შეიძლება ეს ადამიანი არაფერს არ აშავებდეს და კარგი ტიპი იყოს და მეგობრობდეთ კიდევაც, მაგრამ ეგრე ვერ ენდობით. ყველა ქვეშევრდომა უნდა იცოდეს, რომ მათი ჩანაცვლება არის ძალიან რეალისტური. ამიტომაც რაღაც მომენტებში უნდა ადგეთ ხოლმე ვიღაცები დააწინაუროთ, ვიღაცები პირიქით ჩამოაქვეითოთ და ასე შემდეგ. ამაში არჩევნებიც მაგრად დაგეხმარებათ, იმიტომ რომ ზოგჯერ შეიძლება ძალით წაგოთ ხოლმე არჩევნები. ესე ნაკლებად მნიშვნელოვან შემთხვევებში, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ამით დააშინებთ და ნებისმიერ თქვენ მაჟორიტარს სიტყვაზე წოდინება, რომ შეიძლება უცებ წააგოს და შავ დღეში აღმოჩნდეს. ასევე აუცილებლად უნდა გქონდეთ პარტიაც და პარლამენტიც. პარტია არის გამოსადეგი, რადგან ადამიანებს უნდა გქონდეთ გზა, რომ თქვენთან მოვიდნენ, შემოგიერთდნენ და დაგეხმარონ. და შემდგომ ნენელა კარიერული კიბე გაიარონ და საერთოდ მაღალ თანამდებობაზე აღმოჩნდნენ. ამისათვის თქვენ პარტია მაგრა გეხმარება და თან იმის პრევენციას ახდენს, რომ პირიქით ოპოზიციაში წავიდნენ და იმათ მხარეს გადავიდნენ. ანუ თუ გექნებათ პარტია, რომელიც ბენეფიტებს ხალხს აძლევს და მათ ცხოვრებას უმჯობესებს, გეყოლებათ მოკავშირეები და არა მტრები. და პარლამენტი კი არის გზა, რომ რაღაცა ძალიან დიდი ბენეფიტი მისცეთ. ეუბნებით ადამიანს, რომ 4 წელი გარანტირებული გაგვხსენ ხელფასი, დამატებითი რაღაც მანქანა და ასე შემდეგ, კაბინეტიც. ამას რა თქმა უნდა მარტო ექსკლუზიურ შემთხვევებში მისცემთ ხალხს, მაგრამ ის რომ გექნებათ ეს რაღაცა სტაფილ, რომელსაც ვიღაცას აჩვენებ, უფრო დიდი შანსი რომ თქვენ მხარეს გადმოვიდეს. მეტიც თქვენ უნდა აკონტროლოთ ბენეფიტები თქვენი მთლიანი ქვეყნის მასშტაბით. თუ გაართულებთ იმას, რომ ვიღაცები წავდნენ უცხოეთში, თქვენი ნებართვის გარეშე ეს გაწყობთ. მაგ შემთხვევაში ადამიანი ნაკლებად იქნება თქვენ წინამდე, თუ იცით რომ შულს ვერ გაუშვებს ამერიკაში, თუ თქვენი თანხმობა არ მიიღო. ამიტომ ესე ქვეყნიდან გასვლის ვიზებით ზოგჯერ შეიძლება კარგი იდეა იყოს. ანალოგიურად თქვენ ეს ბენეფიტები ყველა ვარიანტში უნდა მისცეთ თქვენ მხარდამჭერებს და თქვენი პარლამენტის წევრებს და ასე შემდეგ. უნდა დაინახოს ხალხმა, რომ თუ თქვენ მხარეს იქნებიან, ყველაფერი კარგად იქნება და თუ საპირისპირო მხარეს იქნებიან, ყველაფერი უარესობისკენ წავა. ოღონდ ახლა ძალიან შორთას ნუწახვალთ ამ ამბით, იცოდეთ რომ არ გაწყობთ უკმაყოფილო მოსახლეობა იყოს ქვეყნის შიგნით. პირიქით, გირჩევნიათ რომ წავიდნენ. ბევრი დიქტატურის პრობლემა ეს იყო, როცა არ უშვებდნენ ხალხს ქვეყნიდან, გაბრაზებული ხალხი ქვეყანაში რჩებოდა, იკრიბებოდნენ და შემდგომ მთავრობას საბოლოოდ აგდებდნენ. პირიქით, თუ ვიღაცები ძალიან არ უყვარხართ, მოიშორეთ, გაუშვით და უკეთ იქნებით შემდგომ თქვენ. ასევე, ყველაზე მნიშვნელოვან თანამდებობებზე ძალოვან სტრუქტურებში უნდა გყავდეთ ერთგული ადამიანები. კომპეტენცია კარგი არის და კომპეტენტური თავდაცვის მინისტრი ნამდვილად კარგი არის, მაგრამ იცით რა არის ცუდი? როცა კომპეტენტური თავდაცვის მინისტრი პუჩს აწყობს და სახელმწიფო გაატრიალებას გიკეთებთ. ეგ არ გინდათ. ჯობია რომ დანიშნოთ ვიღაც ახლობელი, მეგობარი, საერთოდ ნათესავი ან ოჯახის წევრი თავდაცვის მინისტრად. თუ მაგას ვერ ახერხებთ და ძალოვან სტრუქტურებში ვერ იპოვეთ კარგი ნათესავი, მაშინ როგორც მინიმუმ დამკვრევად მიუჩინეთ ვიღაცა, რომ არავინ არაფერი არ გაგიბედოთ. და ზოგადად ჯარი და ძალოვანი სტრუქტურები არის უმნიშვნელოვანესი. აქ სერიოზულად უნდა იფიქროთ იმაზე, რომ ჯარი არ გამოიყვანოთ ხოლმე. თუ ძალიან ცუდ დღეში იქნებით და ჯარი გამოიყვანეთ, შეიძლება შარში ამოყოთ თავი. იმიტომ რომ შემდგომ უკვე სიტუაციას თქვენ აღარ მართავთ, ვიღაცა გენერალი მართავს. და შეიძლება მოგეტრიალდეთ იფიქროს, რომ თქვენ რაში ხართ საჭირო საერთოდ და მოგიშოროთ. თუმცა ცხადია, ბოლომდე ამ რისკს ვერ დააძღვევთ, იმიტომ რომ ჯარი საჭირო არის ქვეყნისთვის. ბოლოს და ბოლოს რევოლუცია ვიღაცამ რომ დააპიროს რომ მოაწყოს, ჯარი დაგჭირდებათ. ამიტომაც როგორმე უნდა დაიცვათ საკუთარი თავი. ამიტომაც გაქვთ ესეთი ვარიანტი, რომ ალტერნატიული ჯარები შექმნათ. გქონდეთ რაღაც, რასაც ქვია არმია და მეორე ზარქვით
პირობითად გვარდია. და ისე ქენით თან რომ გვარდიასა და არმიას ერთმანეთი არ ევასებოდეთ. ორი ministri დანიშნეთ, ვისაც ერთმანეთი არ უყვართ. ეგ ვარიანტი არის იდეალური. თუ ერთმა რაღაც გაგიბედათ და დააპიროს სახელმწიფო გადატრიალება მოაწყოს, ეცოდინება რომ მეორე თქვენ მხარეს დადგება, რადგან ამათ ერთმანეთი არ უყვართ. ამის შედეგად ბიროდ ნაკლები შანსი იქნება რომ ამან რამე გაგიბედოთ. იგივეს იზავთ სხვა ძალოვან სტრუქტურებშიც, მაგალითად, სუსიც არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი ინსტიტუტი. უნდა ქონდეს რამდენიმე შტო, რომელიც სხვა ადამიანების მიერ იმართება, რომელსაც ერთმანეთი არ უყვართ. ისინი ერთმანეთს ყურადღებას მიაქცევენ, ერთმანეთს უთვალთვალებენ და თქვენ გეტყვიან თუ რამე ცუდი მოხდება. ამ შემთხვევაშიც, შემდგომ ვერც ერთი ვერაფერს ვერ გაგიბედოთ, იმიტომ რომ ეცოდინება რომ მეორე ჩაუშვებს. ასევე არასოდეს არ გამოგჩეთ ძალოვანი სტრუქტურების ხალფასები. მაშინ როცა თქვენ ხალფასებს ვერ უხდით პოლიციას და ჯარს, ხალხი თუ აგიჯანყდათ, ვერაფერს ვერ იზავთ, იმიტომ რომ პოლიცია და ჯარი აღარ დაგიცავთ. ამიტომაც, როგორც თავიდანვე ვთქვით, ეკონომიკა არ უნდა ჩამოგეშალოთ და ხალფასები უნდა იხადოთ. და თუ ეკონომიკა გეშლებათ, გაწყობთ ყველა ვარიანტში, რომ დიდი ქეშის ტომარა გქონდეთ სადღაც, რითიც ამას გადაიხდით. ასევე დავამატებდი, რომ ყველა ვარიანტში უნდა გქონდეთ რაიმე ჩანაცვლების გეგმა თქვენი თავისთვის, ანუ მემკვიდრეობის გეგმა. თუ გარდაიცვლებით და შემდგომ ქაოსი იქნება ქვეყანაში ან რაღაც არეულობა, არავის არ აწყობს. და ამ შემთხვევაში ელიტები თქვენ მაგივრად დაიწყებენ იმაზე ფიქრს, როგორ ჩაგანაცვლონ მომავალში. ამიტომაც ეს გეგმა თქვენ თვითონ უნდა შეიმუშაოთ. თუ უკვე ბერდებით, ნელ-ნელა თქვენი შვილი შემოიყვანეთ, ნელ-ნელა თქვით, რომ აი ეს იქნება ჩემი ჩამონაცვლებელი, ატარეთ შეხვედრებზე და ასე შემდეგ. და ბოლოს საგარეო საფრთხე. აქ თუ თქვენ მართოთ რაიმე პატარა ან საშუალო ზომის ქვეყანას, ბოლომდე დაცული ვერცეთ ვარიანტში ვერ იქნებით. მაგრამ რაღაცეებით შეიძლება რომ ცოტათი დაიზღვიოთ მაინც თავი. პირველ რიგში, თუ მყავთ დიდი ძლიერი მეზობელი, ნერვები მას არასოდეს არ მოუშალოთ. მას ძალიან მარტივად შეუძლია რომ დაგბომბოთ, მოგკლათ ან რომელიმე თქვენი ქვეშემდომით შეგნასვლოთ. შეიძლება ის ექნან რომ საერთოდ თქვენი რეჟიმი ვერ ჩამოაქციონ, მაგრამ კონკრეტულად თქვენ ძალიან მარტივად მოგკლავენ. ამიტომაც არც ერთ ვარიანტში არ მოუშალოთ ნერვები თქვენს გვერდზე მყოფ ძლიერ სახელმწიფოს. მას არაფერში არ უნდა აწყენინოთ. თორემ საქმეზე რომ მივიდეს და ომი იყოს, თქვენ შეიძლება ხალხმა არ დაგიცვათ, იმიტომ რომ დიქტატორი ხართ და დიდად არავის არ უყვარხართ. ცადეთ რომ მოიპოვოთ რაიმე მოქმედების ბერკეტი ამ ძლიერ სახელმწიფოზე. მაგალითად, ბირთვული არაღი იქნებოდა იდეალური. შემდგომ ვერაფერს ვერ გეკეთებთ, მაგრამ თუ ვერ ახერხებთ ამას და ჩრდილოეთ კორეა ვერ ხდებით, რამე სრუტე იპოვეთ თქვენთან ახლოს, რომელიც არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ამის გადაკეტვით დაემუქრეთ სხვებს. ან ბოლოს გასადენი მაინც იპოვეთ სადმე. მოკლედ, რამენაირად საკუთარი თავი მნიშვნელოვანი უნდა გახადოთ თქვენ ძლიერი სახელმწიფოებისთვის, თორემ შარში იქნებით. და ასე ვიცოდეთ, რომ თქვენს გვერდზე მყოფი ძლიერი სახელმწიფოები თქვენ ისე გექცევიან, როგორც თქვენ ეკცევით თქვენს ქვეშემრდომებს. ისინი ცდილობენ, რომ თქვენ იყოთ შედარებით სუსტები, რომ თქვენ ბევრი ქეში არ გქონდეთ და თქვენ არც ერთ მომენტში არ გაბედოთ დამოუკიდებელი თამაშის თამაში. ამიტომაც ადექით და შეხედეთ თქვენს მინისტრებს, თქვენს ქვეშემრდომებს. ისინი როგორ იქცევიან? ისინი როგორ იქცევიან, როცა თქვენ მათ ცუდად შეხედავთ. იგივენაირად უნდა მოიქცეთ თქვენ, როცა ამერიკა, ჩინეთი ან რუსეთი თქვენ შემოხედავთ ცუდად. მადლობა მოსმენისთვის, დღეისთვის სულ ეს იყო. ამ ვიდეოს ქონდა რამდენიმე ინსპირაცია. ერთ-ერთი იყო სტივენ კოტკინის ძალიან ძველი ლექცია ავტორიტარულ რეჟიმებზე, რომელშიც მე მგონი თავიდან ბოლომდე ჯერ კიდევ 14 წლის წინ იწინასწორებდა საქართველოში რა მოხდებოდა სტატითავად ყველაფერი. ამის გარდა ერთი-ორი ინსპირაცია არის, რომელიც ვახსენეთ წინა ვიდეოში ავტორიტარულ რეჟიმების შესახებ. ერთი წიგნი არის ბუნედომისკის და ალისტერ სმითის, მეორე კი არის მილან ცოლიკის. ყველაფრის ლინკი იქნება ქვემოთ აღწერაში. ძალიან გამიხარდება თუ არს გამოიწერთ, კომენტარებს დამიწერთ და ვიდეოს მოიწონებთ. მადლობა მოსმენისთვის კიდევ ერთხელ, კარგად.